თუ გინდათ ბედნიერი სიბერე, იცით მაშინ რაც უნდა ქნათ, უნდა გამომიწეროთ და ჩემი ყველა ვიდეო უნდა ნახოთ. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. დღეისთვის ძალიან საინტერესო თემა შემოვინახე, გამოხმაურებებზე პასუხი და ეს კატეგორია გამოხმაურების ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი. ეს გამოხმაურებები იყო ძირითადად ჩემი მეგობრებიდან, რომლებმაც იციან შედარებით ჩემი ფულის მენეჯმენტის სისტემა და კითხვა შეეხებოდა მათი მხრიდან, რატო არ ურჩევდი ხალხს რამე სხვა აქტივში ინვესტიციას, რატომ ბიტკოინი და რატომ DCA. პასუხი ამაზე მარტივია, რისკი. მე არ შემიძლია ძალიან დიდი რისკის ან შედარებით დიდი რისკის რამე აქტივი და რჩევა მოგცეთ. ხოლო მეორე კატეგორია გამოხმაურების იყო, რატომ არა SP500 და რატომ ბიტკოინი. მაგაში შეწინააღმდეგება როგორც ასეთი მიჭირს SP500-ზე მე ვერაფერს ვერ დავიწუნებ, კი SP500 ძალიან საინტერესოა და დროში გამოცდილი და ნაკლებ რისკიანი. უბრალოდ მგონია რომ რა მოგების პოტენციალიც ბიტკოინს აქვს, იმდენი SP500 არ აქვს და რისკშიც იმხელა სხვაობა არ არის ჩემი განმოსახედიდან, რომ ღირდეს, უბრალოდ არ ღირდეს ბიტკოინში ინვესტიცია DCA სტრატეგიით. დამატებით ჩემი პასუხი არის ის, რომ ჩემი კონტენტი არ არის გათვლილი ინვესტორებზე, რომლებმაც იდეალურად იციან უკვე თავიანთი საქმე, აქვს თავიანთი რისკის დონე, მოგების მარჟა. ჩემი კონტენტი გათვლილი ადამიანებზე, რომლებიც სახლში ინახავს დოლარს ან ლარს, ანუ cash-ით ფულს. აი რო ვიგებ მაგას twin-ში სისხლი მეკცევა, იმიტომ რომ არსებობს ფულის ღირებულება დროში. ამ მარტივი ცნების გამო მსგავსად დანაზოგის გაკეთება სამგებიანია და ეს ჯერ კიდევ არ იციან ადამიანებმა, იმიტომ რომ სახელმწიფოებს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს თავიანთი ინფლაციის განსაზღვრული დონე და ეს დამოკიდებულია კონკრეტულ პერიოდსა და წლებზე, როდის რამდენი ქონდათ ინფლაცია. საქართველოშიც ასევე, აი დაახლოებით რიცხვები რო გითხრათ, ამერიკაში მგონი 4-დან 5%-მდეა და საქართველოში რაღაც 8%-მდე თუ არ ვცდები. აი სწორედ ამდენით უფასურდება თქვენი ფული, როდესაც უბრალოდ სახლში გიდებთ. კიდევ არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც ბანკში აქვს დეპოზიტზე ეს ფული დადებული და ამ დეპოზიტზე თანხას გიჭამთ სწორედ ეს სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ფულის ინფლაციას ითვალისწინებს. სწორედ ასეთ ხალხისთვის არის ჩემი კონტენტი გათვლილი და არც ზედმეტი რისკი მინდა ავაღებინო ამ ხალხს თავიანთ თავზე და არც ის მინდა რომ ინფლაციამ შეუჭამოს ფული. მოკლედ ეგა, ვინც უკვე დამატებით მოინდომებს გარკვევას ინვესტიციებში, ამას უჩამოთად ჩვენი ბრალ მოახერხებს, 1000 ლიტერატურა არსებობს, გამოცდილება უნდა მიიღოს და ასე შემდეგ. ხო, და კიდევ მოვიფიქრე რომ დავიწყო შედარება მაგალითად ინვესტიცია ოქროში თუ ბიტკოინში, ინვესტიცია თქვა ანაბარში თუ ბიტკოინში და ასე შემდეგ შევადარებ ამ ვარიანტებს ერთმანეთს და დამიწერეთ თქვენი რისი შედარება გაინტერესებთ, რომ არ გამორჩეს და ასე გავყვეთ ნელ-ნელა საინტერესო გამოვა ჩემი აზრით. აბადროებით და წარმატებები მეტი ვიდეოსთვის გამომიწერე რომ არ გამოგრჩეს მსგავსი კონტენტი. დროებით.